მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ჩვენი ვიმყოფებით ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც თავისუფლების მოედანის წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ და შევეცდებით, რომ ეს განცხადება ჩვენ მოგასმენინოთ პირდაპირ ჩართვაში. შეგვიძლია? ლევან ცუცქირიძე საუბრობს და შეგვიძლია მოусმინოთ მის განცხადებას. გამარჯობა დილამშვიდობის, მოგესალმებით ყველას. თავისუფლების მოედანი ჩვენი აჭარის გუნდთან ერთად ვიწყებთ საქართველოს გულისთვის კამპანიის აჭარის ეტაპს. ვართ აქ და მაქსიმალურად შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს, რაც შეიძლება მეტ თანამოაზრეს და მოვისმინოთ მათი გულის ტკივილი, მოვისმინოთ მათი იმედები, მოვისმინოთ მათი სურვილები, რათა მერე ეს ყველაფერი თავისუფლების მოედანმა ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად, იმისათვის რომ მთელი ეს მხარე და მთელი საქართველო გამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, იმ იზოლაციიდან და იმ წყდიადიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა შეიყვანა. და საიდანაც გამოყვანის შესაძლებლობა და სურვილი მას არც გააჩნია. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ უმაღლეს თანამდებობებზე აბრუნებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ აქ. ქართულ ოცნებას არავინ ახალი გვერდით აღარ დაუდგება, იმიტომ რომ ამ პარტიას ყველა, მათ შორის საკუთარი თანამოაზრეებიც მიყავს უფსკრულისკენ და მას არ გააჩნია არც ცოდნა, არც უნარი და არც მონდომება იმისთვის, რომ დააძლიოს ის დიდი პრობლემები, რაც აქ არის. იქნება ეს ქაოტური, უაზრო, ქალაქისთვის დამანგრეველი განვითარება და მშენებლობები. იქნება ეს ეკოლოგიური რისკები და კატასტროფები, რომლებიც ასეთი დიდი პრობლემა არის. იქნება ეს სიღარიბე, იქნება ეს ემიგრაცია, უმუშევრობა, ჯანდაცვა, ნებისმიერი საკითხი, არც ერთი საკითხი აქ და არსად საქართველოში მოგვარებული არ არის და ამ მოგვარების გასაღები არის არა ძველი ადამიანების რაღაც გადამუშავებაში და დაბრუნებაში, არამედ მთელი აი ამ კორუმპირებული და უვარგისი სისტემის შეცვლაში. ამიტომ ეს კორუმპირებული არაფრის მაქნისი პოლიტიკური პარტია ქართულმა ხალხმა უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლება ჩვენი პოლიტიკური ბრძოლით და მათ ადგილზე უნდა მოვიდნენ პატიოსანი, პროფესიონალი და წესიერი ადამიანები, რომლებსაც კერძო სიკეთისთვის კი არ ენდომებათ თანამდებობები, არამედ საზოგადო სიკეთისთვის და ამ ქვეყნის ბედნიერების და განვითარებისთვის და იშრომებენ საქართველოს გულისთვის, როგორც აი ეს ადამიანები დღეს ჩემს გვერდით. აზა? მოგესალმებით, თავისუფლების მოედანი აქამდეც და შემდეგაც ვიმუშავებთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც არის დღეს აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ დღე დაინიშნა ისევ ზურაბ პატარაძე, ადამიანი, რომელმაც ერთლარად გაასხვისა ბათუმის ბულვარი და ზღვა და ალბათ ეს მანკიერი პრაქტიკა ისევ გაგრძელდება აჭარაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ბათუმისთვის ძალიან გულსატკენი და პრობლემური არის ბათუმის ზღვის მიწად დარეგისტრირება, იცით რომ 53 ჰექტარი მიწა დაარეგისტრირეს, ზღვა დაარეგისტრირეს მიწად, ასევე გონიოშიც 9 ჰექტარი მიწა დაარეგისტრირეს. ბათუმს აქვს სერიოზული კატასტროფის პირას არის და აქვს ღია ნაგავსაყრელები ქალაქში. ვხედავთ ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის საკრებულოს წევრების ტენდერებით მოგებულ პროექტებს, რომლებიც 2 კვირის შემდეგ იქნება და მანქანებიც კი, მოქალაქეების მანქანებიც კი ხდება ამ ჩავარდნილ გზებში. ჩვენ ვხედავთ ბულვარის დემონტაჟს, ბულვარის განაშენების გეგმის სახელით, რომელიც ვითარდება და მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც წნეხის ქვეშ არის დღეს ბათუმში. ჩვენ ვხედავთ განაშენიანების სერიოზულ პრობლემას, კორუფციის უდიდეს პრობლემას აჭარაში, ასევე მაღალმთიანი რეგიონებში მივდივართ ჩვენ ხვალიდან, ვიქნებით შუახევში, ხულოში, ქედაში, ხელვაჩაუში, ქობულეთში, ყველგან მივალთ, ვნახავთ რა ადამიანებს რა აწუხებს, ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც არის ბათუმში და რეგიონებში, მთელი ამ 10 დღის განმავლობაში და შემდეგ და საბოლოოდ ჩვენ 10 დღის ბოლოს გვექნება შემაჯამებელი ბრიფინგი სასტუმრო ამბასადორში 2 მაისს 2 საათზე და მივიწვევთ ყველა მოქალაქეს, ასევე ვთხოვთ რომ დაგვიკავშირდეთ, შეგვეხმიანოთ, გვითხრათ სად მოვიდეთ, ეს იქნება აჭარის ბოლო სოფელი თუ საზღვისპირა სოფელი, ჩვენ მივალ შეძლებდაგვარად ყველგან, ყველა მუნიციპალურ ერთეულში და შევხვდებით ადამიანებს.
მოკლედ ბათუმი თავისუფლების მოედანი იქნება აქტუალურად გააშუქებს ყველა იმ პრობლემას, რაც არის ბათუმისთვის და აჭარისთვის მნიშვნელოვანი. მე დავამატებდი იმას, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული კამპანიის ნაწილი, ჩვენ თებერვალში თბილისში გამართულ დიდ ფორუმზე დავდეთ პირობა, რომ იქ ნათქვამ მართალ სიტყვას საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანდით, მარტი გავატარეთ ქუთაისში და იმერეთში და იქაც ბევრი მუნიციპალიტეტი მოვიარეთ, ბევრი ქალაქი, ბევრი სოფელი, ბევრ თანამოქალაქეს შევხვდით, ახლა ვართ აჭარაში და ასე გავაგრძელებთ. შემოვივლით მთელ საქართველოს, ადამიანებში ავანთებთ იმედს, გავაერთიანებთ ხალხს და დაუბრუნებთ მას იმას, რაც ეკუთვნის ხალხს. ეს არის ზავა. ბატონო ლევანი, სადაც ხვდებოდით მოსახლეობას, როგორია მათი განწყობები? ხო, რა სითხოვს მოსახლეობა, იქ სადაც შეხვდით თქვათ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები ხვდებოდნენ უფრო ხშირად მოქალაქეებს და უსმენდნენ მათ. პოლიტიკოსები ხალხს თუ არ ხვდებიან, ისინი არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკის საქმე არის ხალხთან ურთიერთობა, პოლიტიკოსის საქმე არის ადამიანებთან ურთიერთობა, მოქალაქეებთან კავშირის დამყარება და მე ამას მივიჩნევ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ვალდებულებად, რომ ასე უნდა ვიცხოვროთ და ასე უნდა ვიმუშაოთ. ყველგან სადაც მე ვიყავი, ყველგან არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იყოს ცხოვრებით. არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც არ ანაღულებდეს სიღარიბე, არ ანაღულებდეს ის სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის გულის ზურგის შექცევა. რომელსაც ხედავთ, არ ანაღულებდეს ის, რომ ყოველ ოჯახს დღეს ვიღაც ყავს ემიგრაციაში. არ ანაღულებდეს ის, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში რაღაც კრიპტო ქარხნები არის, რომლებიც ვითარდებიან, მოსახლეობას უძვილდება ცხოვრება, ელექტროენერგია, ყველაფერი. არ ანაღულებდეს ის უსამართლობა, რაც ყველგან ტრიალებს. არ ანაღულებდეს კორუფცია, არ ანაღულებდეს ის, რომ უდანაშაულო ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. თავისუფლება მათ ყველას ზიაამაღლობებს, ყველა პოლიტპატიმარს. და ეს ყველგან არის. არ აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის ქართული ოცნების მომხრე იქნება თუ ოპოზიციის მხარდამჭერი, იმიტომ რომ ის ყველანი ერთ მაღაზიაში დადიან. ერთი და იგივე გადასახადს იხდიან. ერთი და იგივე დანახარჯებია და ყველა შესტკივა გული იმაზე, რომ თავისი ოჯახის წევრი წლებით ყავს სადღაც უცხო ქვეყანაში მძიმე შრომისთვის გაშვებული და ამას ვერც იმედის და პოზიტივის პროპაგანდა ვერ შეცვლის. ამიტომ რეალობა არის ძალიან მძიმე, რეალობა არის ძალიან მწარე, ყველასათვის თანაბრად და ყველას უნდა ცვლილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი საქმე არის, რომ ამ ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც პოლიტიკა არ არის კორუფციის არენა, რომლებისთვისაც პოლიტიკა არ არის რაღაც ჩუმი გარიგებების ადგილი და ჯიბის გასქელების საქმე, როგორც ამას ოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები აკეთებენ, ხო, რომლებსაც გადასვეს ჯარი, საბავშვო ბაღები, ქალაქები, ყველაფერი უბრალოდ თვითონ გამდიდრებული. არა, თავისუფლების მოედანში არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც არც ბოდიში აქვს მოსახდელი რაღაც წარსულის გამო. არც არაფერი დაუშავები აქვს და აქვს უზარმაზარი ცოდნა. და უზარმაზარი უდიდესი მონდომება, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა შეიცვალოს და ეს არის ჩვენი საქმე და ამისთვის ვართ აქ. შეგებია, მადლობა. ქალბატონ ნაცი ხერას ფიქრობ, სკეპტიციზმი არის მაინც ძლიერი, ხო? გარდა ამისა მუშაობს ძლიერად პროპაგანდა და ცდილობს რომ ადამიანებში რაღაცნაირად ჩაკლას ეს იმედი, ხო, რაღაც მომავლის, ჩვენი იმის რომ საქართველოს შეიძლება დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ველაპარაკოთ მოქალაქეებს, რომ აი ეს სკეპტიციზმი დაიძლიოს და იბრძოლონ ამ ადამიანებმა საკუთარი მომავლისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის, რადგანაც დღეს ვისმენთ საკმაოდ ბევრ იმედგაცრუებასაც, ხო, რომ პოლიტიკოსები არ ამართლებენ მათ იმედებს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ უყურებთ თუნდაც ამ შეხვედრებიდან რას ელოდებით და როგორ წარმოგიდგენიათ ამ შეხვედრების, ასე რომ თქვა, შედეგი? პოლიტიკოსები როგორც ხედავთ მოძრაობენ, თავის სიტყვას ამბობენ და მუშაობენ როგორც შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ამავე დროს ხალხმა რას ნიშნავს, რომ იმედი დაკარგეს, ანუ ფიქრობენ, რომ ესე უნდა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ქუჩაში გახვიდე და რაღაცა სახლი ჩამოინგრეს, სადაც შეიძლება ლიფტში ჩაჯდე და ჩავარდეს და გარდაიცვალო. ესეთ ქვეყანას ხო არ შევეგუებით იმას, რომ სახელმწიფო გააფრთხილებდეს, რომ დღეს გაწვიმდება და ქუჩაში არ გახვიდეო. იმას, რომ არანორმალური ეკოლოგიური განაშენიანება
იქნება და ბათუმას საერთოდ სახე დაკარგა და ეხა იმერეც მიადგენ. რას უნდა შეეგუოს? იმას, რომ ერთმანეთს იჭერენ, იმას, რომ ქუჩაში სწორი ასფალტის დაგებაც სანატრელია და ამაზე უნდა გვეცინებოდეს. აი რა როგორ შეიძლება ეს სადაც ადამიანის უფლებები ელემენტარულად ირღვევა, პასუხს ვერ მოთხოვენ. ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ, სასწავლო თავი დავანებოთ. კიდე ხო და შეიძლება უსაფრთხოდ ვერ გრძნობ თავს, არ იცი სად ისვრიან, სად გავარდება, ვინ მოკვდება, რა დაგეჯახება. ანუ რა პირობებზე შეიძლება საუბარი ის, რომ არანორმალური ემიგრაცია ჩვენი ქვეყნიდან ქართველები გარბიან და ქვეყანაში უცხოელები შემოდიან და სახლდებიან და ვიცით რამდენი ვინ სახლდება და გრძნობთ ქუჩაში ხო რომ მოძრაობთ ქართველზე მეტი უცხოენოვანი ადამიანია. ხდება სლავური წარმოშობის და რა აქვს ამას საფუძვლად, რა მიზეზი აქვს, როგორ ხდება. ხედავთ რომ ბიზნესი გაძვირდა იმიტომ რომ უცხოელებს თავისი სტანდარტები და ფასები შემოაქვთ, თავის კერძო მეებს ხსნიან, როგორც დაიწყო ყველაფერი რაღაცა მცირე სალონებით ეგრეთ წოდებული და შეუძლია ესეთი სერიოზული კორპორაციები გახსნა, ხო, თავიანთი სამუშაო სივრცეები აქვს და ამას ჩვენ უნდა მოვერგოთ. თუ ისინი უნდა მოგვერგონ ჩვენ და ჯერ ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ აქ დასაქმებულები და კმაყოფილები. აი რაზეა საუბარი, რომელი მიმართულება შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს გვაკმაყოფილებს და წესიერად არის მოძომილი. მაშინ, როდესაც გვატყუებდნენ 14 წლის წინ, რომ დენის განახერდვა და წყალიცოდა, აღმოჩნდა რომ 14 წლის მანძილზე ესე ნელ-ნელა ვიხარშებით და რა ვიცი, ახლა ითქვა რომ შეიძლება ბუნებრივი აირის გაძვირდეს დენთან ერთად. ისიც იმის საუბარი, რომ აი შემოვიტან რაღაცა ესეთ ცვლილებას და მე აღმოჩნდება რომ არა ეს თურმე ჯერ ადრე ყოფილა და ამას 2 წელიწადში დავაბრუნებ მანამდე განვიხილავ ხალხს არაფერს არავინ არ ეკითხება სახელმწიფო რას ნიშნავს ხალხმა რატო არ უნდა მოიყოს ხმა ვერ გავიგე გადასახადებით ჩვენ ვქირავთ ამ ადამიანებს რომ ჩვენ ქვეყანა არ ჩინონ და ვერ მივხვდი მე ვიქირავე და მე მპარავს კიდე დამატებით რატო მე მას უნდა მემსახურო და იმან არაფერი არ უნდა გამიკეთოს მე თუ ვალდებულებაზე ვიტყვი უარს ჩემი პაციენტის მიღებაზე ჩემი სტუდენტის სწავლებაზე ხო ამის ვიღაცა პასუხს მომთხოვ და მას რატო არ უნდა მოთხოვო მისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა რაშია და ხალხმა ეს უნდა დაინახოს უნდა მიხვდნენ რომ მთავრობას კი უნდა ვემორჩილებოდნენ მთავრობა უნდა გვემორჩილებოდეს ჩვენ და ასრულებდეს ჩვენ შეკვეთებს და ის რომ ერთი არჩევნები მეორე არჩევანი გააყალბეს ხო ის რომ ყველაფერი იცვლება არა იმ მიმართულებით რაც გვინდა არ ამგონი რომ ხალხმა ეს დიდხანს მოითმინოს და ამდენი უკანონო პატიმარი ამდენი სასაცილო სასამართლო მართლა აღარ არის უკვე სასაცილო და ფსკერს დიდი ხნის წინ გავაღწიეთ. დიდი მადლობა. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანმა გააკეთა დღეს განცხადება ბათუმში. ისინი აცხადებენ, რომ იწყებენ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა მოусმინონ საქართველოს მოქალაქეებს, თაში მცხოვრებ ადამიანებს, მოისმინონ მათი, ასე რომ თქვათ, თუნდაც პრეტენზიები, ასევე მათ საჭიროებებს გაეცნონ და როგორც ამ განცხადებიდან მოისმინეთ, თქვეს, რომ ისინი 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ აჭარაში, შეხვდებიან ადამიანებს და შემდეგ ეს შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. მადლობა რომ გვისმენდით, გემშვიდობებით, ნახვამდის.